Čau! მოგესალმებით, მე ვარ დიდიკაურის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ქეთევან მიქაბერძე. მე მოგიზოდეთ საუზმეს გოგონებისა და ვაჟებისათვის, რომელიც არის მარტივი და ასრულებს საკვები ნივთიერებების მეორე ფუნქციას ენერგეტიკული. კვერცხი არის ერთადერთი ნივთიერება, რომლის 97-98% შეწოვა 98% შეწოვა ხდება ორგანიზმის მიერ. ის შეიცავს ძალიან ბევრ საჭირო ნივთიერებას ჩვენი ორგანიზმისათვის და ფაქტიურად შლაკებსაც არტოვებს ჩვენს კუჭ ნაწლავში. კვერცხი არის ნივთიერება, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ამინომჟავებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, იოდს, რკინას, სპილენძს, გოგირდს, ქლორს და ასე შემდეგ. კვერცხი ასევე შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს, C, B და ასე შემდეგ. კვერცხი ასევე შეიცავს D ვიტამინს. D ვიტამინის რაოდენობით ის ჩამოვარდება მხოლოდ თევზის ქონს. D ვიტამინი ორგანიზმისათვის არის აუცილებელი, რადგან ის მას ეხმარება კალორიების შეთვისებაში და ასევე ხელს უწყობს ცვლოვანი სისტემის განვითარებას. კვერცხი ასევე შეიცავს კვერცხის გული, ასევე შეიცავს რკინას, რომელიც ადამიანს ხელს უწყობს დაღირებასთან და უხასიათობასთან ბრძოლაში. ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ონკოლოგიური და გულშესახელო დაავადებების განვითარების შეფერხებას ორგანიზმში. ფაქტიურად კვერცხი შეიცავს ყველა იმ საჭირო ამინომჟავებს, რომლებიც არის ორგანიზმისათვის აუცილებელი და ფაქტიურად უზრუნველყოფს მის ნორმას 25%-ს. კვერცხი არის ნიაცინის წყარო, რომელიც საჭირო არის ორგანიზმისათვის ტვინის უჯრედების კვებისათვის და სხვადასხვა სასქესო უჯრედების ჩამოყალიბებისათვის. ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლეველები ვარაუდობენ, რომ კვერცხში არსებული პროტეინები ორგანიზმს ადვილად ანაყრებენ, ადამიანს ადვილად ანაყრებენ და მალე უქრობენ შიმშილის გრძნობას. არის განსხვავება სოფლის კვერცხსა და ინკუბატორის კვერცხს შორის. რა თქმა უნდა, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. სოფლის ქათამი იკვებება მრავალფეროვანი საკვებით, ჭიაღუებით, ხილით, ხილის ნარჩენებით, ბალახით და ასე შემდეგ. შესაბამისად, სოფლის კვერცხის კვების ღირებულება უფრო მაღალი არის, ვიდრე ინკუბატორის კვერცხის. ამასთანავე დავამატებ, რომ კვერცხში არსებული კალორიების შეწოვა შეთვისება ორგანიზმში ხდება ლიმონის მჟავასთან ერთად. სურველი არის თქვენ თუ საუზმესზე კვერცხთან ერთად მივიღებთ 1 ჭიქა ლიმონის მჟავას.